სტუდენტური დღეები 2014 დაიწყო ის ვარდების მოედანზე კონცერტით გაიხსნა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ღონისძიებაში ამჯერად 47 უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობს. წელს სტუდენტური დღეები ევროპული მომავლის ეგიდით ტარდება და მისი მიზანია ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, ევროპული არჩევანის მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. Ეჯიბრებით უნივერსიტეტები ერთმანეთს უნდა გამოვლინდეს საუკეთესო უნივერსიტეტი და პრიორიტეტი არის თვითონ უნივერსიტეტისთვისაც და სტუდენტებისთვისაც აი ესეთი პროექტები უპრეცედენტოს დიდი რაოდენობა უმაღლესი სასწავლებლისა ჩაერთო ამ პროგრამაში 47 უმაღლესი სასწავლებელი. ერთი თვის შემდგომ უკვე ესე იგი შეირჩევა საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელი და მე მინდა ყველა სტუდენტს წარმატება უწურო მოულოცო დღევანდელი დღე. უპრეცედენტო რაოდენობა ნამდვილად. ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მისია, რომელიც ამ დღეს თანძდევს, ეს არის მათი ევროპული არჩევანი, ევროპის ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობა. სტუდენტური დღეები საქართველოში ტრადიციულია. წელს ეს ემთხვევა ევროპის კვირეულს. საქართველო მალე მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, რაც უფრო დაახლოვებს მას ევროპასთან. ამ ხელმოწერის სტუდენტებს ექნებათ მეტი შესაძლებლობა, რომ ისწავლონ და იმუშაონ ევროპაში.